რაღაცა მინდა გითხრათ. ძალიან ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ მე ხა იმ მდგომარეობაში ვერა ვარ, რომ როგორც იესო იქცეოდა ისე მოიქციან, როგორც მსახურებიან ზეციური ძალები დამემორჩილოს. ერთ რაღაცას გასწავლე. პეტრე მოციქული, რომელმაც წყალზე გაიარა, სულაც არ იყო მთელი ღამე ლოცვაში. მთელი ღამე ლოცვაში იყო იესო ქრისტე. და იესო ქრისტე როცა მოდის თიდან და ხედავს რომ ნავი, მათი გემი უკვე იძირება, ჯერ გვერდის ავლა უნდოდა, მაგრამ როცა ხედავს რომ იძირება და დაინახეს და მოჩვენება ეგოლა და უთხრა, ნუ გეშინიათ, მე ვარ. წარმოიდგინეთ, ზღვაზე მოდიოდა იესო და დაინახეს მოწაფეებმა, რომლებიც იძირებიან, რომლებიც ტარღებს ებრძვიან, ისეთი შეჭირვებულები არიან, ნავიდან წყალს ღვრიან, წარმოიდგინეთ. და რომ დაინახეს უფალი და მიხვდნენ რომ უფალია, პეტრე ეუბნება, თუ შენ ხარ ნამდვილად უფალო, მიბრძანე, მითხარი რომ გადმოვიდე ნავიდან და მეც გავიარო ზღვაზე. წარმოიდგინეთ, შეშინებულები, შევიწროებულები იმ დროს. ხედავენ რომ შეიძლება დაიხუპნენ, უფალი მათთან არ არის, გონიათ, მაგრამ უფალი მათთან არის. ამბობს რომ მინდა რუბეც გავიარო ზღვაზე. მას არ ულოცია მთელი ხანი. ის არ არის სულიერ მდგომარეობაში. ის არ შეხვედრია ანგელოზებს თაზე და იესო ეუბნება, მოდი, გადმოდი, თავისი რწმენით, რომ მას შეეძლო უფლის სიტყვის თანახმად გავლა ზღვაზე გადმოვიდა და მიუხედავად მისი მდგომარეობისა, მან გავლა შეძლო. ხვდებით, გავლა შეძლო. თუმცა ამის შემდეგ იესოს აშორებს მზერას და მზერა გადააქვს ქვეყნიურ პრობლემებზე, რომლებიც არის ქარი, ტალღები, რომლებიც არის ზღვა აღელვებული, ქვეყნიერების პრობლემაზე, წინააღმდეგობაზე, ქარზე, როგორც კი გადადის შენი მზერა და იესოს სცილდება, მაშინვე დაიწყო ჩაძირვა. ხვდებით, ჩაძირვა და რაც მას აღმოხდა, ეს იყო იესო, მიშველე, ვიძირები, დამეხმარე. აი ამ სიტუაციაშიც კი, როცა შენ თუნდაც ქვეყნიერებაზე, იმ წინააღმდეგობისგან, იმ ეშმაკის შემოტევისგან იძირები, იცოდე რომ ამ დროსაც არის შენთვის შველა და ეს შველა არის იესო ქრისტე, რომელსაც ყოველთვის ხელი აქვს გამოცდილი შენთვის. ჰალელუია, დიდება უფალს. დები, ამიტომ რა სიტუაციაში არ უნდა იყო? როგორ მდგომარეობაში არ უნდა იყო? იცოდე რომ შენ გაქვს ძალაუფლება ღმერთისგან მოცემული. შენ გაქვს ღმერთისგან აღჭურვა, შენ გაქვს ღმერთისგან ნიჭი, შენ გაქვს ღმერთისგან დაცვა, შენ გაქვს ღმერთისგან დახმარება. რა მდგომარეობაში არ უნდა იყო? ეშმაკს უნდა ზუსტად ის რომ დაგანახოს შენი თავი უძლური და გითხრას არაფერი არ შეგიძლია. არაფერი არ გამოვა, ყველაფერი შენს წინააღმდეგ არის აღმართული. სიდუხჭირე, ფინანსური პრობლემები, იქ რაღაცა გაჭირვება, იქ რაღაცა ბრძოლა, იქ რაღაცა უთანხმოება, ეს ყველაფერი გრგუნავს, მაგრამ ნახეთ, ადამიანი რომელმაც წმენა მიიღო ღმერთისა შინაგანში, ნახეთ რას ამბობს. ეს ყველაფერი ხალხო, რასაც თვალით ვხედავთ, არის წარმავალი. და აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი რეალური არის ახლა, თვალსაჩინო არის, აღარ იქნება. და ადამიანი ღებულობს გამოცხადებას, რომ უხილავი, რაც ღმერთისგან არის, ის არის მარადიული. ამისკენ ვარ მე მოწოდებული მარადიულისკენ და ეს ყველაფერი, რაც ხილულია, უმნიშვნელოა ჩემთვის. წარმოგიდგენია? და ამ დროს ის პრობლემები, ის ქარები, ის აღელვებული ზღვა ვეღარ მოქმედებს შენზე და რას აკეთებ? ღმერთის ძალით, მისი სასწაულით, მისი მადლით, წყალობით ამაღლებული ხარ ზღვაზეც კი, ქარებზეც კი, ტალღებზეც კი, ქარზეც კი, ამაღლებული ხარ და შეგიძლია ისე გაიარო, რომ შენზე რეაქცია არ გქონდეთ, მოქმედება შენზე არ გქონდეთ, რადგან უფლის სიტყვამ გითხრა, მოდი შვილო, ჩემთან მოდი. ხვდები, დღეს შენ გაქვს უფლისაგან ნაცხადი, მოდი, ჩემთან მოდი.
ხები და შენ აი ამ სავალ გზაზე როგორი ქარიც არ უნდა იყოს, როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა, როგორი ტალღაც არ უნდა იყოს, შენზე რეაქცია არ ექნება, რატომ? იმიტომ რომ უყურებ იესოს. იმიტომ რომ გაყევი შენ იესოს და ქვეყნიერების არანაირი ტალღა, არანაირი შპოთი, არანაირი ქარი, არც მოძღვრების ქარი არ გაკრთობს იესო ქრისტეს სახელით. ამენ, ალელუია.